გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულებას. 5 წლიანი ჩარჩო შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტია, რომელიც ერთი მხრივ ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, განაცხადა საქართველოს პრემიერმა. საქართველოში ბრიტანეთის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს მმართველი გვინდი. გარეთ უორდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგანგაშო უწოდა ელჩის განცხადებას. ამერიკის პრეზიდენტმა ევროპა გააკრიტიკა ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ შტატები ამ კონფლიქტში ფულს არ დახარჯავს. პარალელურად დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები აცხადებენ, რომ განიხილონ ყველა გაყინული რუსული აქტივის კონფისკაცია. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს შეკრება მანიფესტაციის კანონის განხილვა. ახალი რეგულაციის მიხედვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებას მიენიჭება უფლებამოსილება ორგანიზატორებს შეაცვლევინოს ადგილი ან მიმართულება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. დღეიდან საქართველოს პარლამენტი განათლების რეფორმას დაჩქარებული წესით განიხილავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ამ დროისთვის სულ ეს იყო, შეხვედრამდე.